საღამოშიდობის მოგესალმებით. გორიდან დღეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება საქართველოს კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საინტერესო შეხვედრა დილამ ასმისლობს საბურთალოს. ეს კი ამოს ნონდია, გორის დილას სპორტულ დირექტორთან ვანო ხორგუაშვილთან ერთად, რომელმაც სიმბოლური მაისური გადასცა ამოს ნონდიმ წინა შეხვედრა ბოლნისის სიონთან ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში და ეს იყო მისი მეასე შეხვედრა გორის დილას შემადგენლობაში. კენიელ ფეხბურთელს სხვა ქართულ კლუბშიც აქვს ნათამაშები დილამდე, ეს იყო ფოთის კოლხეთი, მისი პირველი ქართული კლუბი, შემდეგ გადმოვიდა გორში და უკვე რამდენიმე წელია სწორედ აქ ამ ქალაქში და ამ კლუბში აგრძელებს თავის საფეხბურთო კარიერას. ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ლეგიონერი და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურიც ალბათ შეგვიძლია გითხრათ. სიმბოლურია და ძალიან კარგია, როდესაც ესე აფასებენ ფეხბურთელებს სიმბოლური პრიზებით და матჩის წინ ვანო ხორგუაშვილმაც გორის დილას ვეტერანმა ალბათ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა თავის დროზე სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათ მისი თამაში გადასცა ეს პრიზი. ახლა კი უშუალოდ შეხვედრა რომელიც ფიქრობ ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს. მასმიზლები დილას ფეხბურთელები წითელი ფორმით ითამაშებენ დღევანდელ შეხვედრაში, ხოლო სტუმრები საბურთალოს ფეხბურთელები თეთრი ფერის მაისურებით და პაოლო ფულაძე პირველი ნომრი და 31 დემეტრე ბულისკერია, 11 გიორგი ივანიაძე, 17 გიორგი ლონგთაძე, 18 ჰაჯი დრამე, 22 გიორგი გაფრინდაშვილი და 23 ნომრი ვაგნერ გონსალვეში, რომელიც დაბრუნდა საქართველოში. მასზე მოგვიანებით უფრო დეტალურად და 40 ფრანსისკო მადინგ ანდრი დემჩე ერთი ჩაწოდება ხუდუშაური თავით და 1-0 გაიხსნა ანგარიში. ატა ხუდუშაური გატანილი გოლის ავტორი, აბსოლუტურად განსხვავებული გოლები გვინახავს მისი, მაგრამ ესე თავით იშვიათად. გარღვევები, სოლო გარღვევები, ძლიერი დარტყმით, არაერთხელ, მაგრამ აი დღეს უკვე ცოტა განსხვავებულ ამპლუაში ვნახეთ. პაატა ხუდუშაური, რომელმაც სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა მე-6 შეხვედრაში და უკვე წინ არის მასმიძელთა გუნდი გორის დილა. განმეორებით ნახავთ, იქ წინა განმეორებებზე ძალიან ყურადღება გავამახვილეთ, რადგანაც მსგავსი ეპიზოდები არ იქნებოდა და დიდი დრო დაუთმეთ, მაგრამ აი ვნახოთ, სწრაფად ვედაკარგეს საბურთალოს ფეხბურთელებმა, აქ თამაშგარეზე საუბარი ზედმეტია, აბსოლუტურად ყველაფერზე საუბარი. უბრალოდ წააგო აქ ორთაბრძოლა უბილავამ ხუდუშაურთან და მეკარემაც ვერ გადაარჩინა გუნდი, მოდი პირდაპირ თქვათ ამ შემთხვევაში, თორემ ახლა გოშაძეზე არ გამოვიდა კარიდან და არც უნდა გამოსულიყო ალბათ ისეთი გადაცემა იყო, მაგრამ ბოლოს აღნიშნოთ ძალიან კარგი გადაცემა და ხუდუშაურის ძალიან კარგი თავური. 1-0. ჯერი საბურთალოზეა, ვნახოთ ახლა რა შეიცვლება. საჯარიმოში ბოლო წუთებია შინდაგორიძე. შეცდა ბურთს თითქოს, მაგრამ ვერ დაარტყა ისე როგორც საჭირო იყო და მისცა ნიშანი. დღევანდელი შეხვედრის არბიტრმა ბაკურ ნინუამ დილამ დაამარცხა საბურთალო ანგარიშით 1-0 და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა სატურნირო ცხრილში. ამ 3 ქულით დილამ გადაინაცვლა მეორე ადგილზე, თანაც ისე რომ მატჩი ნაკლები აქვს ჩატარებული ბათუმის დინამოზე. 4 გამარჯვება, 1 წაგება აი ამ დარჩენილ ტურებში. მომდევნო ტური ძალიან მალია, მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მომდევნო არ ეს არის გამოტოვებული შეხვედრები. 6 აპრილს გაიმართება თელავის ამგურალი, დინამო თბილისი, დილა, ტორპედო, ლოკომოტივი და ერთი მატჩი ხვალ არის დარჩენილი, ეს უკვე ამ ტურის სიონი გაგრა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.